მაგრამ მათგან მხოლოდ ერთს არ გუნა განგებამ სადაურობის აღნიშნული წოდება შორეთელი. სიუჟეტის დასაწყისშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მალხაზ დათუკიშვილ შორეთელმა ლომის წვლილი შეიტანა ამ ქრისტიანული სავანის თითქმის ნანგრევებიდან აღმოცენებაში. შორეთის მონასტრის ტერიტორიაზე ახლად დამდგარი, ჯვრით შემკობილი ქვა, მასზე ამოტვიფრული მხედრული წარწერებით მოგვითხრობს მალხაზ დათუკიშვილ შორეთელის თაოსნობით სამონასტრო კომპლექსის სრული აღდგენის საქმეში მის უსასყიდლო ღვაწლზე. როგორც უკვე გითხარით, თითოეულ ჩვენთაგანს უფლისგან გარკვეული მისია გვაქვს დაკისრებული. მალხაზ შორეთელის მისია კი რთული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად დიდი მადლის შემცველი იყო. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ღვთის განგებით შეღწევდეს ძალა, აღადგინოს სამცხის გამორჩეულ მონასტერთაგან ერთ-ერთი და ამ საქმის პირნათლად შესრულების შემდეგ მიწიერი ცხოვრება დატოვა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. სწორედ იმ დიდგორის ველზე, სადაც 900 წლის წინათ შენსავით პატრიოტი და გმირი ქართველები იბრძოდნენ. სიუჟეტის დასასრულისას მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და თუ რამე კონკრეტული ჩვენი განზრახვა მყისიერად არ სრულდება, ამას თავის ახსნა და კანონზომიერება გააჩნია. როდესაც 2024 წლის ივლისის დასაწყისში დავიწყე მესხეთის სხვადასხვა ისტორიული ადგილების გადაღება, მათი მოკლე სიუჟეტებად ჩაწერის მიზნით, იმ დღიდან მოყოლებული მქონდა განზრახვა შორეთში ასვლისა. მაგრამ სამანქანო გზა იმდენად რთულად სავალი იყო, რომ ვეღარ შევძელი, რაზეც ძალიან დამწყდა გული. მაგრამ ეხლა ხვდები, რომ სულ ტყუილად. მე რომ მაშინ შორეთში ავსულიყავი, ვერ შევძლებდი თქვენთვის ის ადამიანი მეჩვენებინა, ვინც წლების წინ ჯერ კიდევ ყმაწვილ კაცობაში გადაწყვიტა მისი სული ქრისტესთვის მიეძღვნა. რამოდენიმე წლიანი საფარის მამათა მონასტერში გატარებული პერიოდის შემდეგ მან გადაწყვიტა 2024 წლის ნოემბრის თვიდან ასულიყო შორეთში და ყოფილიყო სასულიერო მოღვაწეთაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ დიდებულ სამონასტრო კომპლექსში აღავლენდა იმ ქრისტიანულ ლოცვას, რაც საუკუნეთა უკან მესხი ხუროთმოძღვრების მიერ გამოქანდაკებულ ეკლესიის ქვებს 100 წლეულების განმავლობაში აღარ ღირსებია. მინდა მამა არჩილ ნემსაძეს უსურვო მხნეობა და უფლის შემწეობა იმ დიდ და ამავდროულად რთულ საქმეში, რასაც სამცხის ქრისტიანული სავანის შორეთის მოვლა პატრონობა წარმოადგენს.